რომ სხვა ტელევიზიები საინტერესდებიან შრომელი ხალხის პრობლემებით, ისეთი ხალხის პრობლემებით, როგორიც ვარ ჩვენ მეშახტეები, როგორიც არის აი აგარის მუშები, ჩემი დიდი სოლიდარობა აი ამ ხალხის მუშებს, როგორიც არის ჭიათურის მაღაროელები, როგორიც არის ასევე კიდევ სესტაფონის ფეროელები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტყიბულის თემას. ტყიბულის თემა აქ არის ცოტა სხვაგვარად. აქ შუა ბოლშევიზმში გაიღვიძა საქართველოს იმიტომ რომ ძალიან დიდი რეპრესიები მიმდინარეობს მეშახტეებზე. ზოგს განთავისუფლებენ სამსახურიდან, ვინც კი იქ არის დარჩენილი, ზოგზებიდი ძალიან დიდი ზეწოლა, იმის გამო რომ მათ აქვთ ამ ზეწოლას ბიჭები ვერ უძლებენ, იმის გამო რომ მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები ბანკებთან, მათ უკან დგას ოჯახები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კომპანიაში თვითონ საკნახშიში არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც შეეხება როგორც სასადილოს თემას, ასევე მეშახტეთა სპეცდასაცმელის თემას, თვითონ ნახშირმოპოვებელ უბნებში ადგილზე. მე თვითონ ნომერ მე-6 ნახშირმოპოვებელ უბანში მუშაობდი, აგერ 15 წელიწადი არის. ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა შიგნით. ელემენტარული, არც ერთი ხელსაწყო, ყველაფერი გამოსულია მწყობრიდან. გადაადგილების საშუალება, ეგრეთ წოდებული ჭაური, ეგრეთ წოდებული ლიფტი, რომელსაც ხდება ჰორიზონტზე გადაადგილება, მთლიანად გამოსული არის მწყობრიდან. ამის შემდეგ კიდევ ბატონო ბოდიში რომ გაწყვეტინებს, სწორედ ამას ამბობენ, რომ საკნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას და აი ამ რეორგანიზაციაც ამით ახსნეს საკნახშირის წარმომადგენლებს. რეორგანიზაცია ეს არის მოგონილი იმისათვის, რომ მოხდეს ისეთი ადამიანების შემცირება, რომელსაც თავისუფალი აზროვნება გაგვაჩნია და რომლებიც არ ვართ მონურმორჩილებაში აი ამ ადამიანთან მიხაელი სოსკისთან. ეს არის ტერორი, არავით არის რეორგანიზაცია, არ არის შახში პირდაპირ დაიწყეს თავისუფალი ადამიანების შემცირება, რომლებიც აზროვნებენ თავისუფლად. რაც შეეხება ახალ შახტებს, მაგ კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. როდესაც გარდაცვლილი პრეზიდენტი საწყალი ედვარდ შევარდნაძე ჩამოვიდა ტყიბულში, ლენტი გაჭრა და იქ თბოელექტროსადგურის აშენებას აპირებდა. ეს არის იგივე რუსული პროექტი, იგივე და აი ამ ხალხის ვითომ ახალი შახტები, რომელი ახალ შახტებზია ხალხო საუბარი. ჩამოგზავნეთ ტყიბულში, დაათვალიერეთ, გარეგანად დაათვალიერეთ თვითონ წარმოება. შემდეგ შიგნით შევიდეთ. ვნახოთ, შევხედოთ მუშებს, როგორი აღჭურვილობა აქვს, როგორი სპეცდასაცმელი აცვია, როგორი დახეული რეზინის ჩექმები და რა პირობებში არიან, ეს იყო თქვენი უკმაყოფილების ერთ-ერთი თემა. შევიდეთ უბრალოდ სასადილოში. თუ გქონდათ წარმომადგენლებთან, თქვათ, საუბრის მცდელობა, გარკვეულ პირობებზე შეჯერება, ან თუნდაც იმის მცდელობა, რომ გარკვეულ დათმობაზე თქვენც წასულიყავით, მათი მხრიდანაც ყოფილიყო კომპრომისი. საუბარი, ჩემ როგორ არ მქონდა საუბარი, მაგათარ გულწრფელი საუბარი მქონდა ყველაფერზე, მაგრამ მე მათთვის ვიყავი მიუღებელი კადრი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ 2010-ში მოვედი კომპანიაში. 2012 წლიდან უშუალოდ ამ უსამართლობებზე ვიყავი ჩართული როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც. მაგრამ რა არის, იცი, ერთ-ეგივე ხალხი ტრიალებს სულ სისტემაში, სულ ერთ-ეგივე ხალხი და სულ ერთ-ეგივე ხალხთან მიწევს ბრძოლა. ძალიან დიდი ბევრი ის ქონდა საუბარი პირობების გაუმჯობესებაზე, ძალიან იგი, მაგრამ ჩემს აი ნათქვამს ისინი ყურად არღებულობდნენ თუ კი სამართალი არის აი მშრომელი კაცს რომ შიერს დატოვებ აი ამ გაჭირებულ პერიოდში შიერს დატოვებ 4 სული დგას ჩემს უკან ოჯახში ერთადერთი ადამიანი ვიყავი რომელსაც შემქონდა ლუკმაპური ასევე არიან ადამიანები აი გიორგი აბულაძე სადაც 3 სული გაათავისუფლეს წარმოებიდან ფაქტიურად 2025 წელი მოგვილოცეს იმისაც რომ ოჯახები გაგვწირეს შიმშილისთვის მე მინდა მიმართო იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ამაში ჩართული, ეგ ქართველი კაცი, ვითომ კაცი და არა კაცი სინამდვილეში. შედალოცვილო, ჩემი შვილების ლუკმა, ჩემი შვილების პირიდან ამოღებული ლუკმა, შენ შვილებს როგორ უნდა მიუტანო, შენ შვილებს როგორ უნდა აჭამო ადამიანო და როგორ უნდა ხაი მამი ჭამეო. ეს ნაცოდვილი არის ლუკმა ხალხო. და მშრომელ ხალხს ახლა ზეწოლას მოახდეთ მშრომელ ხალხს. გაჩაგრავთ და გაასწორებთ რა სამართალზეა ხალხო საუბარი, რა იმაზეა საუბარი და კაი, მე ვიყავი თქვათ უვარგისი სამთო ოსტატი. 7 წელიწადია სამთო ოსტატი ვარ მე, მალამდე ვიყავი მუშის პოზიციაზე. ჩემ ხელში თელმა ტყიბულმა იცის, თელმა მეშახტეებმა იცის, ფრჩხილია ჩემი ზედამხედველობის ქვეშ, ყო მუშას ის არ უტკენია წარმოებაში. თუ ეს ასეთი უვარგისი ვიყავი მე, საზოგადოებამ გასაჯოს, რატო გამაჩერე მაშინ ამ პოზიციაზე ამდენი ხანი? რა ეხლა დაგჭირდა და ეხლა მომიცილე თავი და ეს არის ეს ყველაფერი დაკავშირებული არის იმასთან რომ
მქონდა თავისუფალი აზრი, არ ვიყავი მათთან მონურმორჩილებაში და მომიცილეს თავიდან. ამიტომ არის, აი ჩემი თხოვნა, რომ თქვენ ჟურნალისტები ყველა ტელევიზიის არა აქვს მნიშვნელობა, პირველი არხი იქნება, იმედი იქნება, ფორმულა იქნება თუ რაც იქნება, ტევე პირველი თუ რაც იქნება, მთავარი არხი, ჩამოდით. უშუალოდ აი შედით ჩვენს სამსახურში და დაათვალიერეთ ჩვენი საშხაპეები, არ გაინტერესებთ როგორი არის? ჩვენ დათვალიერებული ვართ. ჩვენი საშხაპეები, იცით? გაქვთ მაგის იგენი? მასალას მასალა აი სატელევიზიო მასალა თუ ჩვენ პრობლემებზე არაერთი რეპორტაჟი საკეთებული კონკრეტულად საშხაპე არ ვიცი კონკრეტულად საშხაპესთან მიმართებით ჩვენი საშხაპეები ჩვენი სასადილო მოამბე რეგიონები მუდმივად აშუქებს ჩვენი სასადილო იცით როგორი არის ჩვენ საჭმელს იცით ეს რომ იცოდეთ და აი სადმუშაობთ კიდე ისიც რომ იცოდეთ რაზე არა საუბარი ეხლა მე რომ ვარ დაჩაგრული და დაჩაგრულად მიმაჩნია თავი ჩემისთანა თანამშრომლები ჩემისთან ადამიანები არიან დაჩაგრულები სად არის ეხლა ეს პროკავშირი ჩვენთან წარმოებაში რო არის წარმოდგენილი სად არის ეგრეთ წოდებული პეტრიაშვილის პროკავშირი თუ გაქვს თქვენ ამაზე აი ამ კითხვაზე პასუხი სად ბრძანდება დღეს პეტრიაშვილის წარმომადგენლები რას აკეთებენ ჩვენთან წარმოებაში თქვენ მოიგეთ შეზრდილი არიან კომპანიასთან თავი და ბოლომდე შეზრდილი არიან სოцკისთან თავი და ბოლომდე პირდაპირ თანამონაწილე იყვნენ ამ ხალხის შანტაჟში და სამსახურებიდან გაშვებაში უშუალო თანამონაწილეობას ღებულობდნენ შიგნით მეც გეტყვით პროფკავშირის წევრი ვინც იყვნენ ოჯახიდან ორივე წევრი გამოუშვეს სახსნახშირიდან ერთი განცხადება არ გაუკეთებია ბატონ პეტრიაშვილს ერთი განცხადება არ გაუკეთებია მათ წარმომადგენლებს ჩვენთან შახში რომ ვეუბნებით რომ დაგვიდეგი გვერდში გათიშვილი აქვს ტელეფონები ხალხმა უნდა გაიგოს აქ დღეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი ეხლა პროფკავშირი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მინდა მიმართო მეშახტეებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავი და ბოლომდე შეზრდილი არიან წარმოებასთან, რომლებიც ერთად ჭამენ და ერთად სვამენ. პეტრიაშვილის პროფკავშირი არ არის სანდო პროფკავშირი. მეშახტეებო არ ელდოთ მათ, ისინი ყოველთვის მოგატყუილებენ და ისინი ყოველთვის გაქცირავენ. მე რო ვიჩაგრები და ჩემისთანა ხალხი რო იჩაგრება, დღეს უნდა იღება დანაშაულია. ისინი ამ დანაშაულის თანამონაწილე არიან.